გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერო, კარგო ხალხო. ორი იარაღი მაქვს. აი ესეთი ვეზე 58 და მეორე არის G74. იგივე AK-74 ქარხნოთ არის გადაკეთებული ნახევრად ავტომატურზე, ესეც ქარხნოთ არის გადაკეთებული ნახევრად ავტომატურზე. ანუ წინა ცხოვრებაში ეს ორივე იყო საბრძოლო იარაღი. და ახლა ნახევრად ავტომატურზე გახდა სამოქალაქო ვარიანტია, ესენი იყიდებოდა, ეხლაც იყიდება, შეგიძლიათ იყიდოთ. ამისი განხილვა მქონდა ვისროლე კიდევაც. ანუ ეს ჩემი იარაღია, ბევრჯერ მისვრია, იცით რაც არის. მაგრამ ეხლა ვიდეო მინდა გადავიღო. დავშალ ორივე და ვნახოთ შიგნით რა აქვს ორივეს რა. ბევრი ამ იარაღს აი ამას ვეზეს არაწყალობს, მახინჯიაო, ეს არისო, ის არისო. კალაშნიკოვი უნდათ და ყიდულობენ ვეპს ან რაღაცას, საიგას, როცა აი ეს AK-ს რა ქვია, ვეზე 58 ჯობია გაცილებით იმ საიგასაც და იმას. ნუ კალიბრზე ახლა ნახეთ. კალიბრი 7.62. აი ესეთი დავდგავა, ახლა არ წაიქცეს და მეორე იარაღი 5.45. ანუ ამ ორ ვაზნაში ორივეს აქვს ექსპანსიური ვაზნა, სანადირო, ეხლა ექსპანსიურია, შეხედეთ წინ ნახრეთი რომელსაც აქვს ექსპანსიურია. ამას ბალისტიკას ხვანერ და მოხდით რომ ტყვია იფურჩქნება. ეს არ არის ექსპანსიური, ჩვეულებრივი ძიმეთავიანი ტყვია. განსხვავება იმაშია, რომ საბრძოლოებს შორის შიგნით უტყვია ამაშიც. საბრძოლოში აი ეს გულანა აქვს ამას კიდე შიგნით ფოლადის. ეს არის ფიქრობთ რომ ეს პატარა თავი აქვს ამოყოფილი, სადაც ამ ხელაზე ზის შიგნით. ანუ გრძელი ტყვია რა. კალიბრში განსხვავდება. კალიბრებზე მერე ვილაპარაკოთ, როცა განვიხილავთ მხოლოდ ვაზნებს. მოდი ახლა დავშლი. და ნახოთ შიგნით რანაირია. ეს და მერე ის და შევადაროთ ერთმანეთს. ამას ახლა მე დავშლი. ნუ დავშლი მთლიანად არ დავშლი რა, არასრული დასვა რასაც ქვია, იმას გავაკეთებ. ეს ნასროლი მაქვს და არც გამიწმენდია და მე გავწმინდა კიდევაც ესე. ანუ იარაღს თუ დაშლით, რა თანამდებობებსაც დაშლით, იმ თანამდებობებს უნდა აწყოთ. პირველი და დეტალი მოხსენით შორზადეთ, ანუ ესე ჩამოყოლებაზე, მერე ეს დაუყენეთ, ეს ამაში ჩადეთ, ეს დაუყენეთ, ზამბარა დაუყენეთ და დამცავი ხუფი. ანუ დაშლის მდგომარეობაში არის ესეთი. ნუ ბევრმა იცით, ეს არის არასრული დაშლა. სრული დაშლა ითვლება თუ შიგნით აი ეს მექანიზმი რაც არის, ამასაც დაშლით. მე ვიცი ეს როგორ იშლება და როგორ იწყობა. ერთ რამეს გეტყვით, თუ არ იცით აქ რა ხდება და ამის დაშლა არ იცით, ეს არ დაშალოთ, თორემ მე ჩემნარი ტიპის მოძებნა დაგჭირდებათ, რომ აგიწყოთ უკან. მოდი ახლა ვნახოთ ეს როგორ იშლება, აი შეხედეთ. აი აქ ეგეთი ჭხირი, ჭხირს მიაწვევით, გამოწევთ. ამას წინ მიაწევთ და აი უკან დამაბრუნებელი მექანიზმი, ეს არის კალაშნიკოვის. ეს არის ვეზე 58-ის. განსხვავება არის, ამას 2 აქვს, ამას 1 აქვს. თან უყურეთ. აი ეს დიდი ვაზნა ამუშავებს აი ამ პატარა ვაზნას. ეს 2 ამუშავებს აი ამ ხელა დიდ ვაზნას. უკან დამაბრუნებელი მექანიზმი. კაი, მოდი, ისე ვაგდავდებ, გავაგრძელოთ ამის დაშლა. ამოვიღე ესა. ეხლა ნახეთ. აი ეს გუში
ავტომატში როგორ მუშაობს. მოდი, ну რა ვიცი რა შეიძლება ვიღაცამ არ იცოდეთ. რო იცოდეთ რა ყველა კალაშნიკოვი ეგრეა მოწყობილი. შეხედეთ. შეხედეთ ეს როგორ არის მოწყობილი. ლულა ეგ არის გახრეტილი. სროლის დროს გაზი ამოდის აქ, აი ამას არტყავს გუშს. ეს გუში უკან მოდის მთლიანად, აი ამ დეტალიანად და გადმოტენა. მერე ისე უკან დაბრუნდა. ანუ ეს ზამბარა რო აწვება. აი ზამბარა. ანუ აი მოწია გაისოლა უკან მიიტანა ისე. აი შიგნიდან არის აი ესეთი. შეხედეთ. ეხლა მოდი ამას ისევ დავშლი. და ნახოთ ის მეორე როგორ არის მოწყობილი. ამას აი ეგ დგუში უზის შიგნით. არის ეგეთი თოფი, ესოდე ქვია, სნაიპერსკაია ვინტოვკა დრაგუნოვა. აი ამას შიგნით უზის აი ესეთი პატარა ჩხირი. მოდი ესეც გამოვიღოთ. და ნახოთ რა არის. შეხედეთ. ეს ზამბარა არ დაიკარგოს. ანუ აი ესეთი პატარა ჩხირია. აი მის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიტყვი. ეს ამაზე მუშაობს. აი ეს დიდი კიდე აი პატარა ტყვიაზე. ანუ აბსოლუტურად სხვანაირი მექანიზმია ესა. დაშლის დროს ზამბარა არ დაგავიწყეთ რომ შიგნით ჩააყენოთ, აი ეს არის ამისი არასრული დაშლა. ანუ აი ეს დეტალი მოდი ხა წონებზე ვილაპარაკოთ რა. შეხედეთ, ეს არის ჩეხური ვეზე. აი ეს არის საბჭოთა. ნუ ეს ახლა მე ებრაული პლასმასი მიყენია, მაგრამ ნუ პრინციპი ნახეთ, ხო, როგორ განსხვავდება ერთმანეთს. უკან დამაბრუნებელი ის რა ქვია, თვითონ გუშები, აი ესეთებია განსხვავება. უკან დამაბრუნებული ზამბარები, აი ესეთი განსხვავება. აქედან გამომდინარე. წონა ეს თუ არის 3 კილო და 200, ეს არის 2 კილო და 500. ანუ ჩეხური უფრო მსუბუქია. თან 30-იანი მჭიდის მიდის ამაზე და მიდის ისიც რა ქვია 10-იანიც. ნუ 10-იანი შეგიძლიათ ამასაც თუ იშოვნით ამის მჭიდების განსხვავდება. ანუ სატარებლად და რაღაცა გამოსაყენებლად ეს უფრო მსუბუქია. ჩეხური. აქ აი ესეთი დეტალი ჩეხურს, ყველაზე მძიმე დეტალი არის აი ეს. ამაში არის დამტყმელი მექანიზმი, აი ამაში. ესეც შეგიძლიათ დაშალოთ. და მეტი არაფერი არ არის. გაწმენდის დროს ამაზე ღრმა დაშლა და რამე არ ხდება. ამიტომ ზოგი რო ადარებს ხოლმე კიდევ ერთხელ მინდა გავმეორო, ამ ორ იარაღს პრინციპიალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. გადატენის მექანიზმი სხვანაირი აქვს, წონა სხვანაირი აქვს და თვითონ სოლის პრინციპიც განსხვავდება ერთმანეთისგან. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აი ეს იარაღი, აი ამაზე გაცილებით ზუსტია. ნუ ეხლა ვერ იტყვი M4-ის და ამის შორის განსხვავება, რომ M4 ამაზე ზუსტი არის. ამაზე ზუსტიც არის, იმიტომ რომ ვაზნიდან გამომდინარე. მაგრამ ეს იარაღები, ვისაც აგაქვთ დაწერეთ, ნუ დაგეზარებათ, ვისაც გქონიათ ან გაქვთ, როგორი ზუსტი იარაღია და ხელში როგორ კარგად ჯდება. მაგრამ ეს კი არ მინდა რომ კალაშნიკოვი გავაბანძო. მე ხა საქმეზე რომ მიდგეს მაინც ამას ავიღებ, იმიტომ რომ კალიბრის გამო 5.45 უფრო მომწონს. ბევრი ტყვის წაღება შეიძლება, უფრო მეტი გატანა აქვს და ასე შემდეგ. აი ეს ნახე სად არის გაბოლილი ზემოდან რომ ესო ზემოდან ეფარება. აი ზემოდან რო ეფარება. გუში კი ამაში მოძრაობს, გასაწმენდი რომ იარაღს თუ ისვრით, იმ დღეს თუ არა მეორე დღეს ყველა ვარენჩი გაწმენდით, სანამ ეხლა გუშინ ვისროლე, სანამ ზეთიანი ვითარე. თორემ მე მიახმება და საწვალებელი გაგიხდებათ. მოდი ეხლა ავაწყობ ამ იარაღებს. ისევ აი შეხედეთ. ეს არის უფრო ევროპული რაღაცა რა. აი. გუში ავაწყე. მე გუშს გავუკეთებ თავის დასაფარებელს. უჭყილვარ შევიდეს. ეს აიწყო. მოდი ახლა დავუყენოთ აი ეს დეტალი.
ანუ ეს ჩაჯდა ისე უკან მე ამ ზამბარებს ერთი ზამბარა მიდის ქვემოთ აი აქ მეორე თვითონ корпуსი ჭერს დამაბრუნებელი მექანიზმის ანუ ჯერ დიდ ზამბარას გავუკეთებთ მე პატარას შიგნით უნდა შევიდეს და ჩასვათ ანუ რო ჩაჯდება მე ამას ესე დააწვევით და პატარაზეღა ჯდება იცი ამის ჩასვას აი ეს პატარა ის რო აქვს თუნუქი ძალიან ღრმად თუ ჩააწვევით დაბლა და ამუშავდა სოლა რომ მორჩება ეს გადატანილი რჩება ესე კიც გამოწოთ ახალს გავუკეთებთ ჩამოწევთ წაიღებს ისე პირში ну პირში როგორ ლურის არხში რა აი ეგეთი განსხვავება აი კიცას დავუყენებ აი ესეთია მოდი ახლა ეს ავაწყოთ იგივე თანამდებობით ну ეს ცალკე იქნება ამის ჩასვლა არის ადვილი ამას ჩააგდებ შიგნით ნემსირაშს და დაატრელეთ უბრალოდ აი ესე ამოვიდა წინ არ უნდა მოძრაობდეს მე დაიჭერთ ესე ცერათითით აი ამას ამან ტრიალი არ დაიწყოს სანამ მაგას დავუყენეთ მე მქონდა ეგეთი შემთხვევა რომ ეს გაკეთებული ქონდათ ჭხირი ქონდათ გაყრილი შიგ და იმის მოხსნასაც ცდილობდნენ რა რასაც ვერ გააკეთებდნენ ვერასოდეს ესე მე ამას ესე კიდევ ერთხელ აი მის იარაღის დანაღმა შეიძლება თუნტრის ტერიტორიაზეა სადმე მოხვდით იარაღს ხელი არა წაცოთ არ გამოიყენოთ თორე შეიძლება ვიღაცა აიღოს ტყვია ჩააგდოს აი ამაში მერე გაუკეთოს ზამბარა ამას რომ დავაწვევით ჩაოლებრი დადგება ტყვიას რო გაიცვით აი ეს უკან გამოვარდება ტყვია ეს რაც ჩავაგდე შიგ აი ესა გასკდება შიგ აი εμას ვერ გახევს თვითონ ფოლადია გაზი წამოვა უკან ამას დაგლიჯავს ამასაც ზედ მიაყოლეს კაი შემთხვევაში დაბრუნდებით თუ შემთხვევაში ისე დაიჭერთ ყელში თუ არ შენაღაცა აი რკინების ფრაგმენტები მოხვდებათ ასე რომ სანამ რამეს გააკეთებ და თქვა ხის იარაღზე დახარბდებით ჯობია რომ თუ მტერია და უკან იხებთ თქვენ შეგიძლიათ დაუნაღმოთ იარაღი დაუგდოთ იქნებ ვიღაცა მტერმა ვინც არის ეგეთი რაღაცა ხელი მოკიდოს იარაღს მე სახურავს გავუკეთებთ ხო ავტომატი შეგიძლიათ ისროლოთ აი სახურავის გარეშეც ანუ ეს არაფერი ფუნქციას არ უსწრებს გარდა იმისა რომ მტერი არ ჩავდით შიგნით ამას მოხსნით ჩაოლებრი ვისროს უბრალოდ ზამბარას ხედავთ როგორ მოძრაობს ამასაც ჭიც გავუკეთებ ამის აი ესე ორი სრულიად განსხვავებული იარაღი ეხლა ეს უცებ ავაწყე ამაზე ცოტა ვიწვალე იმიტომ რომ ახალია ჩემთვის და ვიწვალე რა ხელი არ მაქვს მიჩვეული თუ იარაღს რამეს დაშლით ან ვერაწყობთ ან დეტალი არ აჯდება დაჯექით მოიფიქრეთ ხელების რტყმა და რაღაცები არ დაუწყოთ კიდე საბჭოთა იარაღი იყოს რაღაცა სწორე ვერ აკეთებთ ან გამოგჩათ ან ზამბარა ან ჭხირია გაწეული ან გამოწეული და აგვიდით წყნარად ნერვი არ მოიშალ და აწყობთ თუ კიდე თუ ძალიან ხარტად გააკეთოთ ერთხელ ორჯერ სამჯერ დაჯექით სახში დაშალეთ აწყეთ და მაგას დაამოღამეთ აი ეს იყო აი მორი იარაღის შედარება კიდე ერთხელ ვყრი კალიბრებს AK-74 7.62 კალიბრში აი ეს არ გამოდის ანუ AK-47-ები იყო აი დიდ კალიბრზე მე AKM გამოვიდა მოდერნიზირებული წინ წათლივით აქ AK-74 ეგრევე იცნობთ აი წინ ალმაქრი აქ აი აქ და ეს იგივე კომპენსატორია ინახეთ ნახრეტები სადაა აქ ქვემოდან ნახრეტები არ აქვს ეს ეხსნება ანუ სროლის დროს ტენდენცია აქვს იარაღს წაიღოს მარჯვნივ და ზემოთ ეს იარაღს ქვემოთ აწვება და იმაშრება ხო კიდე რა უნდა მეთქვა რახან ავტომატს ეგეთი ტენდენცია აქვს
აქეთ მხარეს მიაქვს თუ დაინახე რომ ვიღაცა იარაღს გიმიზნებს გაიქეცით იქით ამ მხარეს ანუ თუ რასაკვირველია საშუალებად ანუ მსროლისთვის თუ იქით გარბიხათ ავტომატს უფრო გამოგაყოლებს იქით ვიდრე აქეთ თვითონ ავტომატის სროლის დროს უყურეთ აი ხო მიჭირავს სამიზნეზე ხო ეგრევე შემილია გავწევ აქეთ ამ ხელა ხელია აქეთ უფრო გამიჭიდება корпуსთან მოტრიალდი აქეთ შემილია პირდაპირ იარაღი მოვატო ეგ არის წამების ამბავი რა აქეთ ესე ხო ვერ მოვატრიალებ корпуსიდან მოტრიალდი აქეთ ვიღაცა წავიდე ეგრევე მივატრიალებ ხედავთ როგორ ის არის აი ეს ხელიც მეხმარება და ამაზე მაქვს ჩამოდებული მთელი ამითი მარტო ვისვრე ამიტომ თუ ვიღაცა გიმიზნებთ მარცხენა მხარეს გაიქეცით რომ მარჯვენა მხარეს არ მოგაყოლოთ ავი თუ გაგიმართოთ არა თუ უკვე გამართლება რო ეგეთ სიტუაცია არა გაქვთ მაგრამ თუ დაინახეთ რომ ვიღაცა გიმიზნებს და სროლას აპირებს მარცხენა მხარეს გაერდეთ იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს მოგაყოლებთ იმის ხრიდან მარცხენა თქვენი ხრიდან მარჯვენა გამო გავი მონისტორეთ თქვი მოგრეთ მეგობრებო აი ეს იყო ამ ორი იარაღის განხილვა რეკომენდაციას უწევ ორივეს საიგა და ვეპის პატრონები ვინც ახართ ეგ სანადირო სპეციალურად სანადიროდ გამოშვებული იარაღია ამათთან საერთო არაფერი არ აქვს გარდა იმისა რომ საიგა და ვეპრი აი ამას გავს ოღონდ ეს ის არ არის რაც ნუ ნამდვილი საბრძოლო არ არის სხვანაირი პარამეტრები აქვს სხვანაირი რკინა გამოყენებული ფასი სხვანაირი აქვს და ასე შემდეგ ესეც საბრძოლო ამას თავისი ხიშტიც მოყვება თუ მაღაზიაში იყიდით ცოტა უცნაურად იშლება მაგრამ უცნაურად იმასაც ვისაც ამაზე აქვს ხელი მიჩვეული ამით დავამთავრებ ამ ორი კალიბრისა და განსხვავებული იარაღის ხო კიდე რა უნდა მეთქვა ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში იყო სუ კალაშნიკოვი საბჭოთა კავშირის დროს მარტო ჩეხებს ჰქონდათ აი ეს იარაღი ვეზე 58 შეიარაღებაში ვაზნა ორივეში აკმ-ში და ამაშიც მინდოდა აი ესეთი 7.62 მერე საბჭოთა კავშირის დაიშალა მერე ეს გამოვიდა აკ-74-ები და მერე საბჭოთა კავშირის დედა ეტირა და მაგის მოტირალის რა ვიცი ვინ მისტირის ზოგი მიტირის ხოლმე საბჭოთა კავშირს მაგრამ მე ნაღდი არ მიტირო ამით გამოგევშოთ კარგად ბრძანდებოდ შემდეგი იარაღის განხილვა